სადა პრეზიდენტის ცოლისა და აი რადის დეპუტატების შვილებისა და რატო არც ერთი ომში არა სტალინს ხო ყველა ლანძღავს დააგინებს სტალინის შვილები უფრო სწორად ომში იყო ტყვეჩავარდნილი არ გამოიხსნა ამათი შვილები ამათი ცოლები ამათი ოჯახის წევრები არავინ არ იღუპება ამ ომში ყველა მშვენივრადაა ყველა გულავს გაისვამს გაიჩამს გარეთა შეწყვეტილი არის და აქ მარტო იარაღის მიწოდებაზე კი არ არის საუბარი. ახლა როგორც იქნა ცნობილი ანუ 90% ის რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოუყო დახმარება შეიარაღების დახმარება 90% უკვე მიწოდებულია უკრაინაზე 10% არის დარჩენილი ძირითადად ბრონიტექნიკა და ესეთი რაღაცები მაგრამ აქ მთავარი და საინტერესო რა არის კაცო აქ იარაღზე არაა მარტო საუბარი ომს ჭირდება ბევრი რამ მათ შორის თანამედროვე ომებს აი თანამედროვე კონფლიქტები და თანამედროვე ომები დღესდღეობით უკვე აღარავის აღარ წარმოუდგენია და ვეღარავის ვეღარ წარმოუდგენია უპილოტო საფრენი აპარატების გარეშე ხო ანუ მეოთხე თაობის ომები რასაც ქვია ამ ხრივ ახლა ეს პირველად საერთოდ უპილოტო საფრენი აპარატების დრონების გამოყენება მოხდა სულ პირველად ირან-ერაყის დროს ირანი არის ამის პიონერი პირველად ვინც გამოიყენა და შექმნა საერთოდ სამხედრო დანიშნულებისთვის დრონები რა ვქნა ჯიგარო ესეთი მიკროფონი აქვს და უკეთესად არის მისთა ოდიში მე ხდებოდა მაგრამ დრონების გამოყენება მაგრამ ინტენსიური გამოყენება დრონების დაიწყო აგერ 2020 წელს როდესაც ყარაბაღში ხელახლა გაანახლდა ომი და აზერბაიჯანულმა მხარემ განსაკუთრებით წარმატებით გამოიყენა თურქული დრონები ბაირაქტარები პრაქტიკულად მაშინ ითქვა ძირითადი სათქმელი რომ თანამედროვე კონფლიქტები ძლიერი დრონების გარეშე შეუძლებელი იქნება მაგრამ აქ დრონზე რატომ აქ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე უკვე ის ტექნიკა რომელი ტექნიკაც არის მიწოდებული და მეორე მხარეს ვისაც ებრძვის აი მაგალითად ელემენტარული იგივე ილონ მასკის სტარლინკის ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე სტარლინკი ეს არის კოსმოსური ინტერნეტი რომლის გამოყენებასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ახდენდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე უზრუნველყოფდა კოსმოსურ დაფარვას ტერმინალები ჰქონდა მიწოდებული და იგივე ჰაიმარსების გამოყენება იქნებოდა იგივე შტორმშედოების გამოყენება იქნებოდა და ესე შემდეგ ყველაფერი თავიდან ბოლომდე ხდებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების მიხედვით და ილონ მასკის ტექნოლოგიის ძირითადად დახმარებით ალბათ ესეც იქნება შეწყვეტილი ახლა ძალიან მალე რა თქმა უნდა ბევრი არ ჭირდება მაგას 2-3 კნოპკის დაჭერა და კოსმოსური ინტერნეტის გათიშვა ამას პლუს დაემატება ისიც რომ უკრაინას ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები არ მიაწვდის კოსმოსური დაზვერვის მონაცემებს ანუ რუსული სამხედრო ობიექტების რუსული ჯარის განლაგების კოორდინატების გადაცემა არ მოხდება თავისთავად ამის დამიზნება არ მოხდება ყოველ შემთხვევაში ახლა თეორიაში ეს ყველაფერი შესაძლებელი არის იგივე ფრანგული სადაზვერვო აპარატის გამოყენებით მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება გადაწყობა 1000 რაღაცა და უკრაინელებს შეექმნათ კატასტროფული პრობლემა შეექმნათ და მე ამ კატასტროფულ პრობლემაში პირველ რიგში იმას ვხედავ რომ ამერიკელებმა გადაწყვიტეს თავიანთ ასე რომ ვთქვათ ვასალს გასაგებ ენაზე უთხრან რომ ჩვენ აწი აღარ გავაგრძელებთ ამ ყველაფერს მაგრამ ეს უკვე იმდენად შექმნილი მონსტრი არის ეს უკრაინა და მისი მთავრობა რომელიც უკვე ამერიკას არ ემორჩილება და ამიტომ მოითხოვეს ამერიკელებმა მიაგდეს ეს ყველაფერი იქამდე სანამდე პრობლემები არ იქნება თვითონ საკუთარ მოსახლეობასთან
როგორი იქნება ზელენსკის ბედი, ეს კიდე ცალკე საკითხავია.